როგორც დაგპირდით, ჩვენი მისტიური ამბები გრძელდება. კეთი, თელმა თბილისმა იცის, რომ შენთან სახლში ცხოვრობდა პოლტერგეისტი, მოგვიყევი ამის შესახებ, რა ხდებოდა? დაიწყო წყნეთში ჩვენთან. ჩემი დის ამხანაგები იყვნენ შეკრებილებით. ძალიან შეეშინიათ, იმიტომ რომ რაღაც კენჭებს ისროდა თითქოს ვიღაცები. მე აღმოჩნდა, რომ ეს არავინ არ იყო ირგვლივ. გაძლიერდა ეს სროლა კენჭებით, მოკლედ. ჩვენ დავრეკეთ. ბატონი თარისი მოვიდა ჩვენთან სახლში და რა ხდებოდა? აი ძირითადად როგორ მე მგონი გადაადგილდებოდნენ ნივთები თქვენთან, როგორ გამოიხატებოდა მათი მოქმედება? იცი ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის იყო, როდესაც ბატონი თალესმა დაყარა ქვილი როიალთან და ცოტა ხნის შემდეგ ნაფეხურები გაჩნდა აი ამ თეთრ ქვილის ნაფეხურები გაჩნდა. ძალიან შთამბეჭდებოდა ეს ნაფეხურები. ჩვენ თვალწინ გაჩნდა ეს სწორედ და გადაღებულიც არის ეს. არ გეშინოდა? იცი რა არის, არ გვეშინოდა, იმიტომ რომ იცი რაღაცნაირი ინტერესიც აქვს და შენ თვალწინ რო ხდება ეს რაღაც სხვანაირი ინტერესია ძალიან საინტერესო. კეთი, შენ თქვი რომ ქვები ცვიოდა, საიდან ცვიოდა? ამას ვერ გაინახავდი. ანუ უცებ გაჩნდებოდა ეს და ვარდებოდა. ან ხმას გაიგებდი პატარა. თან როგორც კი არ გაგორდებოდა ეს ხმა. პირდაპირ ვარდებოდა ერთ ადგილას და მე თუ აირავდი ხელში ძალიან თვი. და რამდენი ადამიანი ხედავდით ამას? ბევრი ძალიან. რომ ახსენე ფქვილზე გაჩნდა ნაფეხურები. ეს ადამიანის ნაფეხური იყო თუ პატარა რამე არსების რა ნაფეხურები იყო? იცი როგორ იყო აი ლობიოს ფორმის ესე და ანუ პატაწინა ფეხებით. ხო, ნუ ძალიან პატარა არა. სანტიმეტრის სიგრძის. რამდენი სანტიმეტრი? 15-20 სანტიმეტრის სიგრძის ლობიოს ფორმის ეს რაღაცა. კიდე იყო ძალიან შთამბეჭდავი და არსად არ მომიყოლია ეს ქონდა გამოფენა აი ეს ომამდე სანამ ომი დაიწყებოდა ქარვასლაში და იქ იყო ერთი საინტერესო ქალბატონი და ჩემ ნამუშევართან ესეთი აბსტრაქტული ნამუშევარი იყო დიდი შეამოწმა ეს ნამუშევარი და მკითხა რომ ხო არ იყო თქვენთან ინა პლანეტიანელები ხო არ ყოფილა ესე იგი მან არაფერი არ იცოდა ამის ეს ქალბატონი მიხვდა ეს ქალბატონი აი ესეთი ისინი ქონდა რაღაც მავთულები ხო და იმითი მიხვდა კეთი აი ეს ქალბატონი რომელიც იდგა და გამოიცნო რომ თქვენთან სახლში იყვნენ უცხო პლანეტელები თავად ხო არ იყო ის ქალბატონი უცხო პლანეტელი არა ხო არ გაგჩენიათ ეჭვი არა ეხა დამაფიქრე დაფიქრდი ხო არ არის გამორიცხული რომ ის ქალბატონი იყო ქალბატონი კი იყო დიდი